საღამოშიდობის ძვირფასო რადიო მსმენელებო, თქვენ უსმენთ რადიოს სივრცეს და ასევე უყურებთ ჩვენს Facebook გვერდზე ონლაინ რეჟიმში. მე ვარ ჟურნალისტი ეკა ვეფხვაძე. ჩვენ დღეს ვსაუბრობთ საგარეო და საშინაო საკითხებზე, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ თემებზე, დიპლომატიური სამსახურის შესახებ, საკანონმდებლო ცვლილებები, რომელსაც თანამედროვე გამოწვევებზე პასუხად აფასებს ხელისუფლება, ოპოზიცია რეპრესიების დაკანონებად, მათ შორის ექს-პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დიპლომატებზე ტოტალური კონტროლის დაწესებად. ამ თემას დღეს გამოეხმაურა ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი და ხელისუფლებას არამხოლოდ ქართველი დიპლომატების, არამედ საქართველოში მოქმედი საელჩოების მიმართაც გარკვეული ვალდებულებების შემოღების ინიციატივით მიმართა. დასავლეთთან კი ისევ ყოველდღიურ რეჟიმში ისმის კრიტიკა, ბოლო იყო ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე, რომელიც საქართველოში დიქტატურის დამყარებაზე საუბრობს, არის ამით ძალიან შეშფოთებული. ხელისუფლება არ კარგავს იმედს ამასთან ურთიერთობების დარეგულირების, ამერიკასთან ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყების იმედი აქვს პრემიერ-მინისტრს. ვართ მოლოდინის რეჟიმში ვნახოთ რა ნაბიჯები გადაიდგმება ამერიკული ადმინისტრაციის მხრიდანო, განაცხადა ირაკლი კობახიძე. ევროკავშირისგან დამოკიდებულების ცვლილების იმედი აქვს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილსაც, რომელიც დღეს ჩვენი სტუმარია და რომელსაც ეს განცდა ბუდაპეშტში გამართული შეხვედრებიდანაც კიდევ უფრო გაუმყარდა და გაუჩნდა. მოკლედ მასთან ერთად განვაგრძობთ ამ თემებზე საუბარს, მე მას მივესალმები. საღამოშიდობის. მოგესალმებით. პირველად ვარ თქვენს ეთერში. დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ეთერში ჩემთან პირველად ხართ, მაგრამ მეორედ ხართ მე მგონი ჩვენ სტუდიაში. ხო, მესამედ. ამ სტუდიაში მესამედ. ძალიან კარგი, მიხარია, მადლობა რომ ხართ ჩემი სტუმარი დღეს. მოკლედ მე ხა რაც წავიკითხე, მე მგონი ყველაფერი ერთმანეთს ერწყმის, იმიტომ რომ საგარეო ფლანგზე არ ცხრება ხელვარება. და ყოველ დღე ეს თემა არ ჩამოდის არც მედიის მხრიდან, არც პოლიტიკოსების მხრიდან. პირველ რიგში, რაზეც მინდა საუბარი დავიწყო, ელჩებს უკავშირდება და მოდით საინტერესოა თქვენი მოსაზრება ამ თემაზე, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან აი ამ ბოლო დროს შეიმჩნევა ცოტა გამკაცრებული ტონი. ხო, უცხო ქვეყნის ელჩების მიმართ. ეს ეხება ძირითადად ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს და რამდენიმე ელჩი განსაკუთრებით გამოირჩევა მათი რაღაც მკაცრი ცოტა ისეთი განცხადებებით, რომელსაც ხელისუფლება არადიპლომატიურს უწოდებს. და დღეს გავრცელდა ფილოსოფოს ზაზა შათერიშვილის წერილი, სადაც ორ ამბავზეა საუბარი. პირველი ეს ეხება დიპლომატიურ კორპუსს და ის ამბობს, რომ აუცილებლად უნდა გადაიდგეს ქმედითი ნაბიჯები. მოგიწოდებთ, რომ რიტორიკა შეიცვალოს და აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ამ რევოლუციური ანტიქართული ქმედებების ასალაგმად. მიუხედავად ამისა, ოპოზიციას აქვს განსხვავებული მოსაზრებები ამ თემაზე, როდეს არის თავდასხმებიო, მაგალითად ექს-პრეზიდენტმა გააკეთა დღეს განცხადება გერმანიაზე, ევროკავშირის ელჩსასხვებზე და ეს არის სრულად მიუღებელიო. ეს კიდევ უფრო აღრმავებს იზოლაციას, რომელიც როგორც ჩანს, ამ ხელისუფლების მიზანია, ასეთია მისი განცხადება. პირველ რიგში მაინტერესებს, ისიც მოდით ვთქვათ, ეხლა ცოტა ფრთხილად გამომივიდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე თითქმის ყოველ დღე აკეთებს განცხადებას ელჩების მიმართ. აი იუკნევიჩიანეს დღევანდელი აი ეს ფრაზე, ხო, რომ რაღაც აქ დიქტატურა მყარდება და პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა. თქვენგან მინდა მოვისმინო პირველ რიგში რა არის ამ არადიპლომატიური განცხადებების მიზეზი, მოდით ამით დავიწყოთ. რა ქმედითი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას და ეს მოწოდება რომ ცოტა უფრო გაამკაცრეთ კი არა და მიიღეთ და გადადგით ქმედითი ნაბიჯები, აპირებს თუ არა მას საქართველოს და რისგან არის ეს ყველაფერი გამოწვეული, როგორ უნდა დავშვიდდეთ ამ ნაწილში. კი ბატონო, რთულ თემას უნდა შევეჭიდოთ ახლა. ბევრი საკითხია, ბევრი ასპექტია უბრალოდ ამ საკითხის და მოდი შევეცადოთ, რომ ყველა მათგანი მეტნაკლებად საზოგადოებისთვის უფრო ნათელი გავხადოთ. პირველი ის რომ ხან ხშირად არის ხოლმე საზოგადოებაშიც რომ აბა როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს. ჩვენ უნდა შევხედოთ რატომ ხდება ეს ამბავი, რატომ არის ეს მსგავსი ინტერესი საქართველოსადმი. ინტერესი არის იმიტომ რომ ჩვენს გარშემო ჩვენ ეს გვინდა ავაღიაროთ, არ ვაღიაროთ, მიმდინარეობს სოფლიო ახალი დღის წესრიგის ჩამოყალიბება და ახალი გადანაწილება, ასე ვთქვათ, სამყაროსი, სადაც რა თქმა უნდა ყველას აქვს თავისი ინტერესი, ყველა ცდილობს რომ მეტი გავლენა მოიპოვოს ამა თუ იმ რეგიონზე. ბუნებრივია, იმიტომ რომ თითოეული რეგიონი ეს არის დამატებითი რესურსი, დამატებითი გავლენა, დამატებითი წვდომა სხვა რაღაცეებზე, ამიტომ დიდ ქვეყნებს რა თქმა უნდა აქვს სურვილი რომ თავისი ბოდიშზე თათი გადააფარონ რომელიღაც რეგიონს, ასე ვთქვათ. აი ამ ახალ ცვლილებებში ვართ. ამერიკა ვეღარ არის
ცალკე სუპერ ძალა, ასე ვთქვათ, რომელსაც მთელი სოფლიოს პოლიციელის როლი შეუძლია და სხვა ქვეყნები ცდილობენ ამ წამოწევას, გავლენების მატებას. ამერიკა ცდილობს, რომ ეს გავლენები არ დათმოს და აი ამ ჯახში ვართ, მოდი ასე ვთქვათ, მთელი ეს რამდენიმე წელია უკვე. და ეს პროცესი გრძელდება, ეხლა თქვენ საზოგადოებაც ალბათ ადევნებს თვალს რა ხდება ახლო აღმოსავლეთში, რა ცვლილებებია სირიაში, ერაყში და სხვა იორდანიაში, ისრაელში და ასე შემდეგ. ესეც მთელი აი ამ და ირანთან დაკავშირებით აღარაფერს ვამბობ, ახალი წესრიგი ყალიბდება და ჩვენ და საბედნიეროდ თუ საუბედუროდ იქ ვართ, სადაც ვართ, იმ გეოგრაფიაში, სადაც ვიმყოფებით და ლოგიკურია ჩვენ დამი ინტერესი არის ძალიან მაღალი. ამიტომ ინტერესი სწორედ აქედან გამომდინარეობს. ინტერესი რომ გქონდეთ მეტი გავლენა ამა თუ იმ ქვეყანას, გქონდეს მეტი გავლენა ამ ქვეყანაში. ელჩების გამოხმაურებებით, უცხოელი ელჩების მათი საქმიანობაც, არ ვიცი ხა რა უნდა შევაფასოთ, როდესაც მათი პირდაპირ მათი უფროსები, ანუ საგარეო საქმეთა მინისტრები აქ იმყოფებოდნენ და ისეთებს აკეთებდნენ პარლამენტის წინ რუსთაველზე, რომ ელჩებისგან რა უნდა მოვითხოვოთ, ხო? ანუ თუ ვინმე რამე გააკეთა, უპირველესად მათივე უფროსებმა ჩვენ ნახეთ რეალურად საგარეო საქმეთა მინისტრები ჩემი კოლეგები, მაგალითად შვედეთის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, პირდაპირ ძალიან ნათელია რეალურად რა არის მათი ინტერესი, ელჩების გულისხმობ, იმიტომ რომ მათი უფროსებისგან მოვისმინეთ მათი სიტყვით, რა უნდათ რომ საქართველოს გააკეთოს. მათ უნდათ უკრაინის მაიდანი, აქ გაემეორებინათ ჩემი უშუალო შვედი კოლეგა პირდაპირ სიტყვით მოუწოდებდა მოსახლეობას, რომ უკრაინის მაიდანი გაემეორებინათ. ამიტომ ჩვენ ეს წინარე ისტორია რო ვიცით, გასაგებია ზოგიერთი. აი ეს რაღაცნაირად ბატონო გრძელდება, გაგრძობითი ხასიათი აქვს. გრძელდება, იმიტომ რომ არ გავყევით, ასე ვთქვათ, არ მივყევით მათ თხოვნებს, მოთხოვნებს ზოგჯერ და არ გავაკეთეთ ის ან ხშირად ვამბობ ხოლმე, არ გადავხდით ამ გეოპოლიტიკურ მორევში თავით გაუაზრებლად და დაცვის საშუალებების გარეშე. და ამ დაცვის საშუალებებში გულისხმობ არც ნატოს წევრია საქართველოს, რომ კონდეს იმედი, რომ ვიღაცა უსაფრთხოების თვალსაზრისით დაგვეხმარება, ცას დაგვიკეტავს და ასე შემდეგ. არც ევროკავშირის წევრი ვართ, რომ თქვათ თუ რამე სანქციების დაწესების შემთხვევაში რაღაცა ლარ შეექმნა პრობლემა, ბიუჯეტ შეექმნა პრობლემა, რომ ვინმე დაგვეხმაროს. არც ორმხრივი ხელშეკრულება, როგორც მაგალითად ისრაელს აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ორმხრივი უსაფრთხოების გარანტიები და ასე შემდეგ. ამიტომ აი ესეთ მოშიშვლებულ ცაზე არ ვაპირებთ ესე თავით გადახტომას. ეს ძალიან გაცხადებული. ხომ როგორ ვუძლებთ ამ ზეწოლას, ხო სულ დგას ეს აქ და ყოველ დღე კეთდება ეს განცხადება. მარტივი არ არის ეს არც მოსახლეობისთვის მოსასმენად, იმ ნაწილისთვისაც კი ვინც ფიქრობს, რომ ეს იზოლაციას იწვევს ქვეყნის, იმიტომ რომ თუ ჩვენ ახლა ხელისუფლების მხრიდან თუ კეთდება ასეთი ცოტა მკაცრი განცხადებები უკვე და ვახსენე პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ამას რა თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში პასუხობს, რა შეიძლება ამან მოიტანოს. და მაინტერესებს ისიც თუ გადაიდმება ქმედეთი ნაბიჯები, აი რა მოთხოვნაც მაგალითად დღეს გააჟღერა ზაზა შათიშვილი. კი, მე მესმის ბატონი ზაზას მოსახლეობისგანაც ჩვენ შეხვედრებზე არაერთხელ გაგვიგია, რომ როდემდე ეს თავგასული ქმედებები ელჩების მხრიდან, ამ სიტყვას იმიტომ ვიმეორებ, რომ მე თვითონაც საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდი წლების მანძილზე და მე ვიცი რა არის ელჩის ფუნქცია. ელჩის ფუნქცია ის არ არის, რასაც ესენი აკეთებენ, ისინი არ არიან არც პოლიტიკოსები, არც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, მათ აქვთ კონკრეტული ფუნქცია, სახელმწიფო წარმოადგენენ ჩვენს ქვეყანაში და განავითარონ ეკონომიკური, სავაჭრო, ხალხთაშორისი ურთიერთობები და ასე შემდეგ. და ის რაც აკეთებენ, ჩვეულებრივ ითავსებენ საქართველოში რომელიმე პოლიტიკური პარტიის ფუნქციას, ან პოლიტიკური პარტიის საგარეო ფლანგის წარმომადგენლობას. ეს არ არის აბსოლუტურად არ ჯდება არაფერში, არანაირ დიპლომატიურ პროტოკოლში და პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებით ყოველდღიურ რეჟიმში რამის ამას ემსახურება, რომ აი ამ ხშირად ტყუილებს და აი ამ ტიპის ნაბიჯებს სათანადო პოლიტიკურ დონეზე სათანადო გამოხმაურება მოყვეს. ყველაფერს აქვს თავისი წესი, ასე ვთქვათ. ჩვენი მიზანი რო არ არის ხისტი მოქმედება და ვინმეს გაძევება და ურთიერთობების არევა, სწორედ ამიტოა რომ მაქსიმალურად თავს ვიკავებთ ხისტი ნაბიჯებისგან და ვიღაცის გაძევებისგან ჩვენი ქვეყნიდან. თუმცა პასუხები არის ხოლმე რომ შევხედოთ ეკა, რომ შევხედოთ, პასუხი ერთია, მაგრამ გულისხმობ რომელიმე ოფიციალურ დონეზე გამოცხადება და აქ არ შემოშება მაგალითად, აქ ამაზეა საუბარი, თორემ ჩვენ რო შევხედოთ დიპლომატიური ისტორიას თუ გნებავთ, არათუ გავიხსენოთ ბოლო 1-2 კვირის მანძილზე სრულიად საკმარისია ბოლო 1 კვირის მანძილზე ან ევროკავშირის ელჩმა რაც გააკეთა, განაცხადები რაც გააკეთეს, ან გერმანიის ელჩი რებსაც ამბობს ხოლმე რამის ყოველდღიურ რეჟიმში, სრულიად საკმარისია რომ
ვენის კონვენციის დარღვევის საბაბით ვიღაცამ გაიწვიო უკან და აღარ დაუშვა ქვეყანაში. მაგრამ პირიქით ჩვენი სურვილი ეგ არ არის, ჩვენი სურვილი არის ესკალაცია და დაჯახება და ხისტი პოლიტიკის წარმოება. პირიქით თუ გეკნებოდათ ასეთი პოზიცია. ამ ეტაპზე ჩვენ რასაც ვაკეთებთ არის რომ სადაც და როგორც შეგვიძლია არგუმენტირებულად, დასაბუთებულად პასუხობთ ამ ადამიანებს და მაქსიმალურად ვეუბნებით მოუწოდებთ თავშეკავებისკენ, იმიტომ რომ ამ ქვეყანას დამატებითი პოლიტიკური პარტიები, საკმარისი პოლიტიკური პარტიები გვაქვს, თუ მათ აქვთ რეალური სურვილი ამ ქვეყანაში წესრიგის მშვიდობის, მათ იციან რა უნდა გააკეთონ. ჩვენ ვერ ვასწავლით მათ დიპლომატიურ საქმიანობას. აი ეს არის ის რეალობა, რაში ვცხოვრობთ, მაგრამ სულ ვამბობთ ხოლმე, რა თქმა უნდა, ყველაფერს აქვს თავისი ზღვარი. ოდესღაც ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ არ მივართ ამ ეტაპამდე, მაგრამ გააჩნია რას გააკეთებენ ეს ადამიანები, შეიძლება მოგვიწიოს გარკვეული ხისტი ნაბიჯების გადადგმა. თუმცა კიდევ ერთხელ ეს არ არის ჩვენი სურვილი და мотиваცია პირიქით. ჩვენი სურვილია რომ დაუბრუნდეთ დიპლომატიურ ჩარჩოებს. აი, იმიტომ რომ მხოლოდ ერთი წამით, აი, ვინმე წარმოიდგინეთ საქართველოს ელჩმა იმისი მიათედი გააკეთოს, რასაც ზოგიერთი ელჩი კადრულობს საქართველოში, რა აი პირდაპირ პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობა. გარდა ამ ღია განცხადებებისა, გაქვთ თქვათ უშუალო კომუნიკაცია ამ ელჩებთან, რაღაცნაირად არაღია, მოკლედ სოციალური ქსელებით თუ ისე გაკეთებული განცხადებებით პირადი კომუნიკაციები არის რაღაც ეტაპამდე ნამდვილად იყო მე პირადად შემიძლია რაც ნამდვილად შემიძლია ასე ვთქვათ საზოგადოებისთვისაც ღია იყოს და სათქმელად არჩევნებამდე ნამდვილად არაერთი შიდა გარე კომუნიკაცია იყო სანამ საერთოდ საჯაროდ ლაპარაკს დავიწყებდით თავარი აქ იყო რომ ზუსტადაც კარს მიღმა, ფარდას მიღმა, მაქსიმალურად საუბრობდით რომ აი რატომ ნუაკეთებთ, არ არის ეს არ შეესაბამება არაფერს, აბსოლუტურად არანაირ დიპლომატიურ ჩარჩოებში არ ჯდება, ვცდილობდით აგვეხსნა მუდმივად რომ რა ხდება, რა სიტუაცია, რა მდგომარეობა, მაგრამ ნუ რაღაც ეტაპზე მოგვიწია ამაზე ხმამაღალი საუბარი, იმიტომ რომ ხედავთ სწორედ მათგან აი ესეთ საჯარო. ანუ შესაძლებელია მე როგორც გავიგე რომ ხელისუფლებამ გადადგას თქმედით ნაბიჯები, თუმცა ამ ეტაპზე თავს იკავებთ მე როგორც მივხვდი ასე ვიტყვი, ხო, აი ეს არ ჩვენი მიზანია, თვითმიზანია და არ ჩვენი სურვილია, მაგრამ სახელმწიფო, იმიტოა სახელმწიფო, რომ რაღაც თუ საჭირო გახდა, თუ ყოველგვარ ზღვარს გადავა და ყოველგვარ წითელ ხაზს გადაკვეთ ზოგიერთი მათგანი, შეიძლება სახელმწიფომ გადადგას შედარებით უფრო ხისტი ნაბიჯები. მოკლედ კიდევ ერთხელ ეს არ არის ჩვენი მიზანი. საზოგადოებაში არსებობს შეკითხვები, მეც ხშირად გვისაუბრია და ბევრს უკითხავს, რომ მაგალითად რა არის ამისი მიზეზი, როდესაც აი მთელი დასავლეთი რაღაცნაირად რიგში დგება და კეთდება აბსოლუტურად ესეთი განცხადებები, რომ ქვეყანაში დიქტატურა და ჩვენ ეს დიქტატურა უნდა ჩამოვშალოთ, რომ რაღაცა ხელისუფლება არადემოკრატიულია და ამას უსმენთ ყოველ დღიურ რეჟიმში. გასაგებია ხა თქვენ თავში რაც ისაუბრეთ, რომ რაღაცა გლობალური ვითარებაა შექმნილი, მაგრამ ეს არ კეთდება მაგალითად იგივე აზერბაიჯანის მიმართ, სომხეთის მიმართ, თუ რეგიონზე ვისაუბრებთ. ისეთ ქვეყნების მიმართაც, სადაც უფრო ნაკლები დემოკრატიაც არის, როგორც ვიცით და ნუ დიქტატურა თუ არა, ნაკლები დემოკრატია. მაგრამ აქ რაღაცნაირად სახელდება აი არჩევნების შემდეგ, მაგალითად აქციის მონაწილეების დაპატიმრების საკითხი, რაზეც არ ვიცი, რას ფიქრობს ხელისუფლება, აპირებს თუ არა, რომ რაღაცნაირად გამოათავისუფლოს ეს სივრცე და დააცხროს ვითარება, თქვათ ამ ადამიანების გათავისუფლებით. რატომ რის გამო ხდება მაინც და მაინც საქართველოს მიმართ? აი მსგავსი დამოკიდებულება. აი ეს ამას ამოჩემება არ ვიცი რა დავარქვა თქვენ როგორ შეგიძლიათ ეს აგვიხსნათ ხო ამას ქვია ეროვნული ინტერესები და ხა მოდი შევეცადოთ ახსნათ რას გულისხმობ ამ ეროვნულ ინტერესში უპირველესად მე მგონი ყველა ხედავს რომ სამწუხაროდ ეგრეთ წოდებული წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი წარსულს ჩაბარდა ანუ ის რომ თქვათ დემოკრატიაზე საუბარი და ადამიანის უფლებებზე საუბარი და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაზე საუბარი ურთიერთ შიდა საქმეებში ჩაურევლობა და ასე შემდეგ, ანუ ის რაც 1975 წელს ჰელსინკის აქტით არის და რასაც საერთაშორისო სამართალს ვეძახით, სამწუხაროდ აქ რავის რო აღარ აინტერესებს, ეგ გასაგებია და ჩვენ ხედავთ, როდესაც ეს რომელიმე ქვეყნის ეროვნულ ინტერესშია დიქტატურასთანაც შეიძლება საუბარი, არათუ საუბარი სტრატეგიული პარტნიორობების გაფორმება და ადამიანის უფლებებზე თვალის დახუჭვა შეიძლება და ყველაფერზე თვალის დახუჭვა. ეს არ ნიშნავს, რა თქმა უნდა, იმას, რომ ჩვენ ან დემოკრატიას, ან ადამიანის უფლებებს ამის ხარჯზე, ამაზე არ მაქვს საუბარი. საუბარი მაქვს იმაზე, რომ
ეს რიტორიკა, რაც გვესმის ხოლმე ხშირად, ეს არის ჩვეულებრივი შეფუთვის მცდელობა რეალური მიზნების და სურვილების, რაც აქვს ზოგიერთ ქვეყანას. და ეს გამოიკვეთა ძალიან კარგად უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. შეიძლება ბევრისთვის ეს ისტორია, ასე თქვა და ეს პროცესი გაცვდა და აღარ გულთან ისე ვეღარ მიაქვს, მაგრამ ეს იყო რეალური პროცესები, რაც ჩვენ ვნახეთ. მეც პირადად არაერთხელ შევესწარი ამ საუბრებს, რასაც პარლამენტის თავმჯდომარე საუბრობდა, მეც იქვიჯექი და მეც უსმენდი ამ საუბრებს. როდესაც ზოგიერთის და განსაკუთრებით აქ მაქვს საუბარი ბალტიისპირეთის ქვეყნებზე, უკრაინაზე მათ შორის, პოლონეთზე მათ შორის და ზოგიერთ სკანდინავიურ სახელმწიფოზე, მათი ინტერესი იყო, რომ რუსეთს რაღაცნაირად სხვაგან უფრო მეტი ყურადღება ქონოდა გადატანილი და ამით მათზე დაწოლა, მათზე წნეხი შემცირებულიყო. ეს არ შეჩერებულა ეს პროცესი? არა, რა თქმა უნდა, არ შეჩერებულა, ეს არის მათი ინტერესი, ეროვნული ინტერესი და ამ ეროვნული ინტერესისთვის, რა თქმა უნდა, ყველაფერზე წამსვლელები არიან. რაც ბუნებრივი აქ გაუკვეველი და გაუგებარი არაფერი არ არის. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ პოლიტიკა, საერთაშორისო პოლიტიკა ვიღაცისთვის შეიძლება ამორალურია, ან მიუღებელი და წარმოუდგენელი, მაგრამ ასეთია რეალობა საერთაშორისო პოლიტიკის. ამიტომ ეს რეალობა გვაქვს, დღემდე ეს წნეხი არ შემცირებულა, იმიტომ რომ ხედავთ ის ომი არ არის დამთავრებული. არაერთი განცხადება გვესმის დღეს ჩვენ ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირებისგან, ბალტიისპირეთის უმაღლესი თანამდებობის პირებისგან, მათი ინტერესი არის, რომ უკრაინა მალე კი არ დასრულდეს ომი. პირიქით, რაც შეიძლება გაჭიანურდეს ეს ომი, რომ რუსეთი იყოს სხვა საქმით, სხვა თემით, მათ შორის კობილიუს, მაგრამ ჩამოუყვეთ და ბალტიისპირეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელები ერთ-ერთზე დაწყობით ერთ ინტერესი აქვთ, რომ მაქსიმალურად დიდხანს მეტად დაღვაროს, ასე ვთქვათ, გამოუვიდეს სისხლი რუსეთს უკრაინაში, საქართველოში და სხვაგან, ოღონდაც ეს არ გადაიღვაროს მერე მათსავე ქვეყნებში. ეს გასაგებია, ანუ ეს სრულიად გასაგებია ამ გადმოსახედიდან, მაგრამ ნუ ხა ეს საქართველოს გადმოსახედია, რა თქმა უნდა, ეს სრულიად მიუღებელია. პირიქით, ჩვენი ინტერესი არის, რომ ეს კონფლიქტი მაქსიმალურად მოცილებული იყოს ჩვენი საზღვრებიდან, მით უმეტეს, რომ ეს კონფლიქტი ისედაც გვაქვს ჩვენ ორი ოკუპირებული რეგიონის სახით. აქ არაფერი თან მარტო სხვა ინტერესი ბატონლევან არ დევს, მხოლოდ ეს არის ინტერესი, იმიტომ რომ ამაზე ხშირად გველაპარაკეთ. ეს არის დიდი მიზანი, ასე ვთქვათ, მაგრამ ამ მიზნის მიღწევა ამ მთავრობისგან არ გამოუვიდათ, იმიტომ რომ ამ მთავრობამ განაცხადა ქართული ოცნების ხელისუფლებამ განაცხადა უარი მსგავსი ტიპის თამაშების ჩართვაზე. ამიტომ ალტერნატივა არის ის, რომ მოიყვანონ ხელისუფლებაში სხვა ძალები, რომლებიც ბევრად მორჩილად წაყვებიან ამ ტიპის რთული გადაწყვეტილების მიღების პროცესში. კი ბატონო, ნუ არ ვიცი როგორ უნდა მოიყვანონ, ალბათ არჩევნები უნდა ჩატარდეს და შემდეგ ხალხმა გადაწყვიტოს, ვინ უნდა იყოს ამ ქვეყანაში ხელისუფლება, მაგრამ ნუ კარგით. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იმაზე, რომ ქვეყანა ხელისუფლება ხშირად ამბობს, რომ ჩვენ მივდივართ ხო ევროპისკენ, ევროკავშირისკენ და ამისთვის ყველაფერს აკეთებს ეს ქვეყანა. მიუხედავად ამისა, გვესმის ის, რომ საქართველოს შორდება ევროპას და განქორწინების რეჟიმშიაო გუშინ მოვისმინეთ ასეთი კომენტარი. თქვენ მაგალითად პარლამენტის ხდომაზე გუშინ თქვით, რომ ბუდაპეშტში გამართული შეხვედრებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირში ჩანსო კონტურები, რა დამოკიდებულებები იცვლება მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში. რამ გაგიჩინათ ეს განცდა, მხოლოდ ის, რომ იქ ვთქვათ კონსერვატიული ძალები უფრო მეტნაკლებად დაიწყო ის, რომ ჭარბობენ, თუ სხვა რამეც იყო იქ რის ნიშნებიც შეიმჩნეოდა? კი ბატონო, ეს კარგი კითხვაა, დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. ეს არ არის, რა თქმა უნდა, მარტო ამ კონფერენციიდან არ დაგვრჩენია ეს. ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია, ვიზიტების ფარგლებში, სხვადასხვა კომუნიკაციის ფარგლებში. ხედავთ რა განწყობებია ევროკავშირის სხვადასხვა წევრ სახელმწიფოში და ყველა ხედავს, რომ ის მოდი ესე დავარქვათ, საქართველოს პროექტი ბჭყალებში, რომლის სათავეში და ავტორობა ძირითადად ეკუთვნით აი ამ ბალტიისპირეთის ქვეყნებს და პოლონეთს და მსგავს ქვეყნებს, ჩავარდა და ეხლა ეძებენ გამოსავალს, იმიტომ რომ ის ცვლილებები ამერიკის გათიშვა, ასე ვთქვათ, და პირდაპირ ჩართვა რუსეთთან მოლაპარაკებებში და გადალაგება მთელი ამ საერთაშორისო პოლიტიკის მოულოდნელად, ბევრისთვის მოულოდნელად დაანახა ამ ქვეყნებს, რომ თლათ ისი არ არის როგორც უნდოდათ, როგორ ასრულიც ჰქონდა, რა გათვლებიც ჰქონდათ. ხედავენ, რომ თამაშგარე სიტუაციაში აღმოჩნდნენ ხშირ შემთხვევაში, ამიტომ სურვილი აქვს, რომ მაქსიმალურად დროულად დახურონ ეს თემა.
იმიტომ რომ საქართველოს მარტო საქართველოს არ არის. საქართველოს რეალურად არის გასაღები მთელი ამ შავი ზღვის ფართო რეგიონის, სამხრეთ კავკასიის და იქით ცენტრალურ აზიაზე წტომისთვის უმნიშვნელოვანესი წერტილი. და ამ წერტილზე გავლენის დაკარგვა და ურთიერთობების შეწყვეტა ნიშნავს თლიანად მოწყვეტას ალტერნატიული ენერგორესურსების, სავაჭრო გზების და აი ამის თლიანად ჩაკეტვას. ამიტომ ბევრ ქვეყანას რუმინეთიდან დაწყებული, არ ვიცი, პორტუგალიით დასრულებული, ბევრ ქვეყანას აქვს იმისი სურვილი, რომ მაქსიმალურად დროულად ვიპოვოთ გამოსავალი ამ პროცესიდან და ეს ზეწოლა ხშირად ჩვენ ამ საუბრებში და კონფერენციებში ხშირად გვინახავს, ორმხრივ საუბრებზე ხშირად გვინახავს ის წუხილი, რომ არ გაამართლა ამან ზოგიერთებს, რომელიც ფიქრობდნენ პარტიისპირებზე მაგ საუბარი, რომ ეს გამოვიდო და ეხლა ცდილობენ აქედან გამოსავლის მოძიებას, რაც შეიძლება ისე რომ ყველა მსახე შეინარჩუნოს. მათ შორის ევროკავშირმა როგორც ასეთი აღებული. ამიტომ არის ეს განწყობები, ეს მარტო კონსერვატიული ძალების მომრავლების გამო არის, კონსერვატიული ძალების მომრავლება კიდე ცალკე ცვლილებების დასაბამი ვერ ვიქნებით შეიძლება ითქვას კონსერვატიული ცვლილებების კონსერვატიული ძალების აღზევებაზე აქ საუბარი გვაქვს იმაზე რომ პრაგმატული პოლიტიკა შემოდის უფრო და უფრო მეტად ევროკავშირში და ეს პრაგმატული გულისხმობ იმას რომ აშკარად ევროკავშირი არის წაგებულ მდგომარეობაში იმის ფონზე რა ხდება რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თურქეთს რა როლი აქვს ახლო აღმოსავლეთში რა ცვლილებებია არქტიკაში რა ცვლილებებია აშკარად წაგებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ევროკავშირი და რა თქმა უნდა ყველა თავის ეროვნულ ინტერესზე იყურება რუმინელი იქნება თუ ავსტრიელი თუ სხვა ხედავს რომ კარგავს ვაჭრობით ძალიან ბევრს უამრავი IAP რესურსებზე წტომა აღარ აქვს, გულისხმობ რუსეთის რესურსებს, უძვირდება დენი, უძვირდება პური, უძვირდება რესურსები, ეს ნიშნავს პირდაპირ სოციალური ეფექტია, არჩევნებში წაგების ძალიან დიდი რისკია და რა თქმა უნდა ყველა ფიქრობს, რომ რაღაცნაირად აი ამ მორევიდან გამოვიდეს უკან ისე რომ მე ხა შეიძლება ის ვეღარ დაუბრუნდნენ, რაც იყო 2022 წლამდე, მაგრამ მაქსიმალურად ახალგინონ, ხო, რაღაც ალტერნატივები იპოვონ. აი ეს ერთობლიობაში და ჩვენ ვნახეთ კომისარი კოსის განცხადებაც, ეს არ იყო რაღაცა ჰაერიდან ჩამოვარდნილი მათ სურთ რომ დიალოგი აღადგინონ, გასაგებია რომ ეს არ იქნება რაღაცა შამპანურის მიჯახუნება და მეგობრები გავხდით და საუკეთესო მეგობრები ვართ, მაგრამ რთული, მაგრამ აუცილებელი დიალოგის დაწყების სურვილი ევროკავშირშიც, ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც არის. სხვათა შორის ის რომ მაგალითად პრემიერის განცხადება ცნობილი რომ 30 წლისთვის ქვეყანა მზად იქნება, ვთქვათ, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის და ყველა დავალება იქნება შესრულებული, რჩება ამ ამბების მიღმა, იმიტომ რომ ჩვენ როგორც დავიწყეთ საუბარი და მთელი ნახევარსაათი ახლა ამაზე ვლაპარაკობთ საგარეო პოლიტიკა, ელჩების განცხადებები, დასავლეთის დამოკიდებულება, ქვეყანაში რა ხდება ამ კუთხით, ვთქვათ, არა მარტო საკანონმდებლო ხაზით, კეთდება რამე ამაზე, რატომღაც მედიაშიც არ საუბრობთ. თუ შეგიძლიათ რომ მოკლედ მაინც გაგვიმხილოთ ამ გზაზე რას აკეთებს ხელისუფლება. ხო რა გასამხელი რა საიდუმლო არაფერი არ არის. რა თქმა უნდა, საიდუმლო არაფერი არ არის. როდესაც ჩვენ საუბრობთ ევროკავშირის წევრობაზე, ეს არ არის რაღაც შორეულ რაღაც წარმოუდგენელ გაუგებარი უშინაარსო პროცესი. ამას თავისი შინაარსი აქვს. ევროკავშირის წევრობა ნიშნავს, რომ უნდა იყოს ეკონომიკურად ძლიერი, სხვა შემთხვევაში უბრალოდ წარმოუდგენელია, როგორი კანონმდებლობა, საუკეთესო კანონმდებლობა რო გქონდეს, თუ არა ხარ ეკონომიკურად ძლიერი, შენი ადგილი არ არის. არავის არ ჭირდება დამატებითი ტვირთი ზურგზე თავისი გასაჭირიც ეყოფათ. ამიტომ ეკონომიკურად თუ არ გაძლიერდი, თუ შემოსავალი არ არის მინიმუმ ორჯერ მეტი მაინც ვიდრე შეიძლება დღეს არის საქართველოში, უბრალოდ წარმოუდგენელია. ამიტომ ეკონომიკური ნაწილი ერთი ძალიან დიდი, დაახლოებით 80% ამ საქმის არის ეკონომიკის გაძლიერება, ქვეყნის ადამიანების, ოჯახების, ბიზნესების ამის გაძლიერება. და თქვენ იცით ეს ჩვენი ერთ-ერთი ეროვნული ინტერესია, რომ მაქსიმალურად კეთილდღეობა იყოს მაღალი საქართველოში და სავაჭრო გზების ალტერნატიული სავაჭრო გზების განვითარება, თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების დადება, ბიზნესების დიდი პროექტების მოზიდვა სწორედ ამას ემსახურება. ეს ერთი. მეორე, რაც უშუალოდ ჩემი კომიტეტის კომპეტენციაც არის, ეს არის საკანონმდებლო რეგულირება და აქ ასოცირების ხელშეკრულების ძალიან დიდი ნაწილია. საკმაოდ მტკივნეულია, სხვათა შორის საზოგადოებაც მინდა იცოდეს, ევროკავშირში დაახლოება ეს არ არის უბრალოდ დროშის ქნევა რუსთაველზე. ეს ნიშნავს ძალიან ბევრ რეგულაციას ბიზნესებისთვის, რეგულაციას ყველასთვის. ძალიან მარტივი ერთი მაგალითი მინდა გითხრათ, ძალიან მარტივად, მესამე სავალდებულო დაზღვევა, მანქანების სავალდებულო დაზღვევა, რომელიც უკვე 5-6 წელია დღის წესრიგშია და იმის გამო, რომ ამას თავის სოციალური ეფექტი აქვს, გასაგები მიზეზების გამო, ხან კოვიდი იყო, ხან რა იყო,
მთავრობამ გადადო ამის განხორციელება. რომელიც არც თუ ისე იაფია დასავლეთში და აქ არ არის ხო ეს ერთი მაგალითი ვთქვით, თორე აქ რეგულაციები ეხება მშენებლობას, სოფლის მეურნეობას, განათლებას, ჯანდაცვას, ყველაფერს, აბსოლუტურად ყველაფერს, მათ შორის სახანძრო სისტემების მონტაჟს და ასე შემდეგ. ნენელა ეტაპობრივად, იმიტომ რომ ეს ერთ წელში ამ ფიზიკურად ქვეყანა ვერ შეძლებს, ვერც ფინანსურად, ვერც სხვა გზებით. შემდეგი 5-6 წლის მანძილზე აი ესე ეტაპობრივად ჩვენ ვაპირებთ რომ ამ რეგულაციების ეკონომიკის გაძლიერების პარალელურად და კვალდაკვალ ამ რეგულაციების ეტაპობრივად დანერგვას საზოგადოებაში აი ეს ორი ძირითადი მსხვილი ნაწილები შინაარსვე ხორცს რო გულისხმობთ იმიტომ რომ ევროკავშირის ში წევრობა არ არის 90% კი არა 100% რო უნდადეს მოსახლეობის თუ ეკონომიკა არ გააძლიერე თუ ეს მტკივნეული რეფორმები და რეგულაციები არ გადმოიტანე მაშინ ევროკავშირის 30-ში კი არა 50 წელს ვერ მიაღწევს. თუმცა ამ თემების და ეკა ბოდიშს ვიხდი ზუსტად 30 წამით ეს არ არის სამხრივი გზა. ერთია მე რა მინდა და მეორეა ევროკავშირი თუ იქნება 2030 წლისთვის გაფართოებისთვის მზად. იმიტომ რომ 30 წელი კი არა ჩვენ აი ეს მათ შორის კონსერვატიული ძალების აღმასვლის კვალდაკვალ ხედავთ რომ არ აქვთ ბევრს არ აქვს სურვილი რომ ევროკავშირი გაფართოვდეს. მარტო საქართველოზე აქ აღარავინ ლაპარაკობს არც უკრაინის ნაწილში, არც ბალკანეთის ნაწილში, რომლებიც ბევრად უფრო ახლო არიან ფიზიკურად. ამიტომ ერთი იქნება ჩვენი საშინაო დავალება, რასაც ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ, მაგრამ მეორეა იმედია თავად ევროკავშირიც იქნება მზად ამ გაფართოებისთვის. ხო, ნუ თუ იქნება უარი ჩავთვლით რომ ისინი არ იყვნენ მზად ამის თქვა გვინდა თუ ჩვენი მზაობა შემდეგ უკვე ცნობილი გახდება საზოგადოებისთვისაც და ერთ-ერთი რისი თქმაც მინდა აქ არის მხოლოდ ის რომ მარტო საქართველოს სურვილი არ კმა რა თქვა აუცილებლად 27-ვე წერმა ქვეყანამ უნდა მიიღოს თანხმობა და მე ამას რეფერენდუმებზე 27-ვე ქვეყანამ უნდა გაიტანოს ასე რომ საკმაოდ 1-2 წელი რომც თქვა რომ აი დღეს გიღებთ შეიძლება 1-2 წელი მარტო ამ რეფერენდუმებს დაჭირდეს. რაც შეეხება აი ამოვწუროთ ეს თემა, იმიტომ რომ რაღაც შიდა დიპლომატიაზე მინდა დავსვა კითხვა, რაც შეეხება ვთქვათ დემოკრატიის განვითარებას ქვეყანაში, რაზეც ახლა სულ არის ხო რაღაც კრიტიკა და ამ დიქტატურა რომ ყარდება და ხელისუფლება ცდილობს რომ ერთპიროვნულად მიიღოს კანონები, რომ პარლამენტში ოპოზიცია არ არის. აი ამ ნაწილში მოთხოვნების რამდენად შესაძლებელია რომ ვთქვათ ხელისუფლებამ გაითვალისწინოს ესეც. დიქტატურა რომ ყარდება ამას ბოლო ალბათ 7 წელია ერთ და იგივეს ვისმენთ ყოველწლიურად, მაგრამ აქ თავარი სათქმელი ჩვენი მხრიდან არის ხოლმე ყოველთვის ასე რომ რასაც ანუ თითოეულ კანონის უკან დგას რაღაც კონკრეტული პრობლემა და კანონი გახდა რაღაცისთვის საჭირო. ჩვენ სწორედ ამას ვეუბნებით ევროკავშირის ბიუროკრატებს, რომ როცა ჩვენ რაღაც სანამ კანონამდე მივალთ, ჩვენ განახებთ და გეუბნებით, რომ პრობლემა დგას. პრობლემა დგას მაგალითად თქვენი ფულის გაცნობიერებულად თუ გაოცნობიერებლად რომ შემოდის პოლიტიკურ პროცესებში ტრიალებს. პრობლემა. მოდი მოვაგვაროთ ერთობლივად, ჯერ ამაზე სხვათა შორის ეს დიდი თემაა, იმიტომ რომ წლები ამაზე ჯერ ორგანიზაციებს ველაპარაკებოდით ამაზე, მერე დონორებს ველაპარაკებოდით. ყველამ ყური არავინ შეისმინა, მერე სახელმწიფოებს არავინ ყური არ შეისმინა და საბოლოო ჯამში ალბათ 5-7 წლის მერე მთელი ამ პროცესის მივიდა პროცესი იმ კანონებამდე, რა კანონებიც ვნახეთ გამჭვირვალობის შესახებ, ფარას შესახებ და ბოლოს გრანტების შეთანხმებასთან დაკავშირებით. ამიტომ და კიდე შიდა კანონები გამკაცრებული მაგალითად ეს. კი, ანუ ეგ ყველაფერი არის გამოძახილი, კი, ყველაფერი არის გამოძახილი რაღაც პროცესებთან დაკავშირებით, რასაც სადაც ჩვენ ხედავთ, რომ არის ვიღაცეების უცხოეთიდან გულისხმობ ვიღაცეების ხელი. ფინანსური, პოლიტიკური მხარდაჭერის თუ ასე შემდეგ. ამიტომ მოდი ჩვენ პრობლემის ძირზე ვილაპარაკოთ და არა შემდგომ პრობლემის გადასაჭრელად ჩვენ რა გადაწყვეტილება მივიღეთ. იმიტომ რომ აქ რა ცვლილებაც არ უნდა განვახორციელოთ, თუ პრობლემა ისევ რჩება, მაშინ აზრი არ აქვს არაფერს. და ამიტომ ჩვენ ყოველთვის მაგაზე გვაქვს საუბარი და ის დიალოგი, რასაც ვამბობთ ხოლმე, რომ შეიძლება მძიმე დიალოგი იყოს, მაგრამ აუცილებელია, რომ ვისაუბროთ გულწრფელად პრობლემაზე. პრობლემა როგორ შეიძლება რომ მოვაგვაროთ, იმიტომ რომ შენ ახლა დემოკრატიაზე მელაპარაკები ერთი ხელით და მეორე ხელით პოლიტიკურ პარტიებს აფინანსებ, რომელიც რაც აკრძალულია ყველგან. არა ევროკავშირის ერთ ან ორ ქვეყანაში 27-ვე და არის მსოფლიო დემოკრატიის ყველა სახელმწიფოში რამდენიც არის 80 თუ 90. კი ბატონო, ანუ გამოწვეულია პრობლემებიდან ეს კანონები. A, B თუ G კანონზე. ნუ რაც რაღაცნაირად არ მიგვიყვანს იქამდე რომ ამ ქვეყანაში სუნთქის საშუალება შეიძლება აღარ იყოს. ამის საშუალებაც ნუ ოპოზიცია როგორც ამბობს, რომ მიდის მთავრობა დიქტატურისგან აი ამ კანონების შემოღებით. კი ბატონო, მინდა რომ მოვასწროთ რამდენიმე თემაზე საუბარი.
კონკრეტული რიცხობრივი კვოტა სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებში დასაქმებულ ადამიანთან დაკავშირებითო დღეს ისევ ზაზა შათერიშვილმა ეს თემა წამოწია უკვე ვეხებით ჩვენს ელჩებს და საელჩოებს, ანუ საელჩოებში მომუშავე პირთა ლოგიკურ რაოდენობამდე დაყვანა ავტომატურად გამოიწვევსო დიპლომატიურმა სამსახურებმა ჩაიხსნან ადამიანები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში არა მათი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს, არამედ სპეცსამსახურების თანამშრომლები არიანო. ეს არის შათერიშვილის წერილიდან ამონადირე. ამასთან ერთად საკანონმდებლო ცვლილებებზე მინდა კითხოთ, რომლებიც გუშინ მიიღო ხო პარლამენტმა, თუ პირი თავის მოვალეობას არაკეთილ სინდისიერად თქვა შეასრულებს შესაძლოა გახდეს ვადამდელი გაწვევის საფუძველი. ეხა ამ კანონის ამუნარიც სავრცელი არ წავიკითხავ, ვიცით ორივემ. რა მაინტერესებს იცით პირველ რიგში რატო დადგა ეს საკითხი, იმიტომ რომ ნახეთ ოპოზიცია ამბობს, რომ ეს არისო მაკა ბოჭორიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრის რეპრესიები საგარეო საქმეთა სამინისტროში იმ დიპლომატების წინააღმდეგ, ვინც ქვეყნის კონსტიტუციით გარანტირებული კურსის მხარდაჭერა გამოხატა და არასასურველი დიპლომატების ჯაშუშებად გამოცხადება იმის გამო, რომ ისინი ქვეყნის სუვერენიტეტის და ევროპული გზის დაცვას ახორციელებნენო. სად მოხდა ასეთი რამე? მოდით აქედან გამოვიდეთ. რატო დადგა დღის წესრიგში, რომ დიპლომატებს თქვათ კანონი მიგეღოთ ამასთან დაკავშირებით და სადმე იყო შემთხვევა, სადაც არაკეთილ სინდისიერად შესრულდა ეს დავალებები, რატომ ვიღებთ ამ კანონს და შათერიშვილს თუ ეთანხმებით იმ ნაწილში, რომ რაღაცა მე და მივხედოთ ამ თემას. მოდი ასე ვიტყვი, მე თვითონაც წეღანაც ვახსენე, მიმუშავია საგარეო საქმეთა სამინისტროში, ევროკავშირის დეპარტამენტში, ამერიკის დეპარტამენტშიც საკმაოდ ინტენსიური გამოცდილება მაქვს, ასე ვთქვათ, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი პროფესიონალი მუშაობს ამ სამინისტროში, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ სხვა რეალობის წინაშე დგას დღეს საქართველოს, სხვა ბევრად უფრო ეფექტიანად მოქმედი საგარეო უწყება არის საჭირო დიპლომატიური კორპუსი, თლიანად ცენტრალური აპარატის და ისინი საელჩოებიც. სადღაც იმიქიდან გამომდინარე რა საფრთხეები მოდის, რა რისკები მოდის, ან რა შესაძლებლობები არსებობს, სადღაც ნაკლები რესურსია დღეს საჭირო, ვიდრე თქვა 20 წლის წინ იყო, როდესაც პირდაპირ არაღიარების უდიდესი საფრთხის წინაშე ვიდექით და მეტი რესურსი იყო იქ ჩასადები, სადღაც უფრო მეტია დღეს საჭირო, სადაც ჩვენ ხედავთ, რომ მეტი ეკონომიკური შესაძლებლობების წამოღება შეგვიძლია, მეტი ინვესტიციების მოზიდვა შეგვიძლია, რაც არ იყო ღია თქვა 20 წლის წინ, ხო? ამიტომ რატომღაც მედიამ და ოპოზიციამ მაინც მარტო ეგ ერთი რაღაც ნაგლიჯი ამოიღო და ამაზე ააწყო მთელი, რეალურად ხდება მთლიანად არსებითად გადააზრება საგარეო უწყების და იმ როლის, რაც შეიძლება ამ უწყებამ რომ გააკეთოს ჩვენი საგარეო პოლიტიკური მიზნების უფრო ეფექტიანად მიღწევაში. კიდევ ერთხელ აქ იცვლება ინსტიტუციად, ანუ სტრუქტურულადაც იცვლება, ახლებურად ყალიბდება, რომ გაშლილი რო იყო, გაფანტული აქეთ-იქ დეპარტამენტები და ვინ რაზე იყო პასუხისმგებელი, როგორ ადიოდა გადაწყვეტილების მექანიზმი როგორ იყო აწყობილი, იერარქია როგორ მთლიანად იცვლება და სხვათა შორის აქაც მთლიანად ეწყობა ეს ევროკავშირის სტრუქტურაზე, სადაც ერთი დიდი პოლიტიკური დეპარტამენტი და გენდირექტორატის ქვეშ არის ხოლმე თემატურად ჩაშლილი სხვადასხვა დეპარტამენტი, ეს იძლევა შესაძლებლობას, რომ უფრო ეფექტიანი კოორდინაცია მოხდეს ამა თუ იმ საკითხის. ეს ერთი დიდი ნაწილი. მეორე ნაწილი არის ახალი ეგრეთ წოდებული არარეზიდენტი ელჩების გაჩენა, როდესაც შეიძლება საელჩო არ კონდეს, რამდენი ქვეყანაში გვაქვს, მარტო 70 ქვეყანაში გვაქვს დაახლოებით და დანარჩენი 105 ქვეყანა გვყავს ესე დარჩენილი, ხო? ამიტომ აუცილებელი არ არის, რომ იქ მთლიანი საელჩო იყოს. აქედან ელჩი შეიძლება ყავდეს, მაგრამ ეგრეთ წოდებული არარეზიდენტი გულისხმობ, თბილისში არიან ბაზირებული, აქ ცხოვრობენ, აქ მუშაობენ, მაგრამ წელიწადში ორჯერ, სამჯერ ჩადიან, ამიტომ ეძახიან ხოლმე ფრინავი, ორჯერ, სამჯერ ჩადიან და ესე უფრო გვაქვს იქაურ პოლიტიკურ პროცესებთან. ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა რომ შემოვიდნენ სისტემაში და ისე კი არა რომ 15 წელი შეიძლება ისე გაიარონ რომ საერთოდ უცხოეთში არ იყვნენ ნაყოფი როტაციაში, პირიქით სავალდებულოდ პირველივე 2 წელიწადში ექნებათ ვალდებულებად რომ მინიმუმ 6 თვით ან 3 თვით წავიდნენ და ასე შემდეგ. და აი მთელი ამ სისტემის გააზრება ხდება და რა თქმა უნდა ის ცალკეული ჩავარდნები, გამოწვევები, რაც იყო დაგროვილი არაეთიკური ნაბიჯების გამო ზოგიერთი მათგანის და ჩვენ ნახეთ არაერთი, რა ვიცი, დემარშები და ასე შემდეგ. მათ შორის ელჩების მხრიდან. ამან განაპირობა, აი რომ აქ წერია, რომ ვთქვათ იმიჯის შელახვა, ანქმედების ისეთი ჩადენა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს პარლამენტის მიერ განსაზღვრული საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, ხო, აქ სამინისტროს ინტერესს და ეს გამოიწვევსო პირის ვადამდე გათავისუფლების, ან მარტივდება მათი გათავისუფლების
ელჩების თემა. მათი გამოწვევა, ელჩების გამოწვევა აქამდეც იყო შესაძლებელი, აქ არაფერი არ იცვლება, ემატება უბრალოდ ერთ-ერთი ლოგიკური საფუძველი, როდესაც ელჩი ფაქტობრივად არასრულებს თავის მოვალეობას, თავისი ქვეყნის ინტერესებს არ ატარებს. ძალიან მარტივია, არ ვიცი ხა. აქ საგარეო საქმეთა სამინისტრო არ არის, თუ ასე ხდება, თქვა, ელჩი არ ატარებს ქვეყნის ინტერესებს, პასუხისმგებელი აქ საგარეო საქმეთა სამინისტრო არ არის ხოლმე, მხოლოდ ის ერთი ელჩია, ანუ კონტროლი როგორ ხდება ამ ამბის. იმის გამო რომ რაღაცეები არ არის, რაღაც შესაძლებლობები არ არის, მაგალითად ხელმძღვანელებს არ აქვთ გარკვეული შესაძლებლობები, იმიტომ ჩდება ის ახალ-ახალი თქვა დამატებითი რეგულაციები, რომ ამიტომ გახდა საჭირო ეხლა რაზეც საუბრობთ. ზოგადად საგარეო პოლიტიკის მართვა იყოს უფრო მოქნილი, უფრო ეფექტიანი, უფრო დროული ნაბიჯების გადადგმა იყოს შესაძლებელი, იმიტომ რომ ხედავთ ხო, სოფლიო აჩქარდა, თუ ადრე რაღაც 10 წელიწადში ერთხელ ხდებოდა რაღაცეები, ყოველთვე ხდება ფაქტობრივად და მუდმივად საჭიროა აქ ესე პულსზე გედოს ხელი, სადაც საჭიროა ელჩი გამოიწვიო და ეს ელჩი სახში კი არ გაუშვა, წაიყვანო იქ სადაც უკეთ შეასრულებს თავის ფუნქციას და მათ შორის ცენტრალური აპარატიც წაიყვანო, ასე ამოძრაო, რასაც როტაცია აქვს, დიპლომატიური როტაცია, რასაც ქვია, მაქსიმალურად ეფექტიანად გადაანაწილო ეს რესურსები, იმიტომ რომ ვიღაცა ეკონომიკის ნაწილშია ძლიერი, ვიღაცა ევროპაზეა ძლიერი, ვიღაცა ცენტრალურ აზიაზეა ძლიერი, მუდმივად უნდა იყოს ამ ადამიანების დიპლომატიური რესურსების სწორად გადანაწილების შესაძლებლობა. როდესაც რაღაც დიდი კლიტი აქვს დადებული ამ პროცესს და ეხლა ვინც იცის ამ სისტემაში მუშაობს, ყველამ იცის, რომ არის ბევრი პრობლემა ამ თემასთან დაკავშირებით, მარტო ევროპაში რომ უნდა ვიღაცას წასვლა და სხვაგან არსად ისაც ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლებას მათი ჯაშუშებად გამოცხადება უნდა, იყო ასეთი პრეცედენტი, მაგალითად, რომელსაც ვფიქრობთ, რომ რაღაცნაირად ქვეყნისთვის არასახარბიელო ნაბიჯები იყო გადადგმული ელჩების მხრიდან. მე ვერ ვიტყვი ამაზე, რომც ვიცოდე, ხა ალბათ თავ შევიკავებდი ამ ინფორმაციის გაჟღერებისგან, კიდევ ერთხელ რომ, რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი არ არის დიპლომატიური კორპუსის დისკრედიტაცია. ამ ცვლილებების მიზანი ვინმეს გაშვება, გაშავება კი არ არის, მიზანი არის ჩვენს წინაშე რა საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების დგას, ეს პრიორიტეტები შევასრულოთ უფრო ეფექტიანად და არა ვიღაცა ცხოვრება დაუნგრიოთ, მათი გაშავებით და მათზე ზეწოლით ან მათზე გაგდებით და გამოგდებით, ეს არ არის ამ ცვლილებების მიზანი. რა შეეხება ელჩების დანიშნვას და ამოვწუროთ ეს თემა, რამდენიმე ელჩი დაინიშნა ჩვენ ნახეთ, ხო? როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი, მაგალითად შტატებში არ გვყავს ელჩი და ეს სულ არის ახლა სალაპარაკო, მე როგორც ვიცი შერჩეულია კანდიდატურა, მაგრამ რაღაცა დრო ჭირდება არ ვიცი და როდი შეიძლება ვთქვა შტატებში ელჩი ვიხილოთ, იმიტომ რომ აქაც გვაქვს პრობლემა ხო შტატებთან დაკავშირებით, მეგობარ აქტიც მინდა გკითხოთ, იმიტომ რომ ეს მეგობარი აქტი, როგორც ხედავთ, რაღაცა ღია წერილით მოუხდა პრემიერს მიემართა პრეზიდენტ ტრამპისთვის და ვიცე-პრეზიდენტისთვის და პარლამენტის განცხადებაც ნახეთ გუშინ უკვე რაღაცნაირად ესეც ყველაფერთან ერთად იყო კავშირში, არ არის სახარბიელო ვითარება, იქ მაგალითად ნაციონალური მოძრაობის დელეგაცია გახლავთ ვაშინგტონში ჩასული, დაძაბული ვითარება, გაურკვეველი უпростоრად ვითარება, ამაზეც რა შეგიძლიათ რო გითხრათ და როგორ შეიძლება პროცესი წარიმართოს, რამდენად გაქვთ მოლოდინი, რომ ამ აქტს ტრამპი ხელს არ მოაწერს და ეს ასე დასრულდება. პირველი დიპლომატებსაც შეეხება დაახლოებით 10 ელჩი უკვე დანიშნულია და ეს პროცესი მიმდინარეობს, იმას თავისი რამდენიმე თვიანი პროცედურებია, აგრემანების გაცემა, ჩასვლა, გადაცემა, ასე შემდეგ. ამიტომ ეს პროცესი დაძრულია და ესეც სრული ნონსენსი იყო მათ შორის წინა პრეზიდენტის გამო, პრაქტიკულად არც ერთ დიდ ქვეყანაში ელჩი არ ყავდა. არ ყავდა ამერიკაში, არ ყავდა ბრიტანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, ვენაში, სადაც დიდი დიპლომატიური წარმომადგენლობებია, თურქეთში არსად წარმოუდგენელი, ეს პირდაპირ საბოტაჟი იყო ჩვენი მათ შორის დიპლომატიური კორპუსის, რომ ელჩები არ ყავდა იმის გამო, რომ სალომე ზურაბიშვილი ხელს არ აწერდა ამ ადამიანების დანიშვნაში. ეს ძალიან დიდი პრობლემა იყო, ეს ერთი, მაგრამ ეს დაიძრა და ამას ის გადის ბოლოში ნენელა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენი ელჩის კანდიდატურის პროცესიც როგორც გვეუბნებიან ყოველ შემთხვევაში ბოლო ეტაპზეა, თავად როგორც გვეუბნებიან და ნახოთ იმედია უახლოეს მომავალში გვექნება ახალი ამბები. რაც შეეხება მეორე ნაწილს, აქაც თქვენ თავად ახსენეთ, ბევრი გაუგებრობაა. სწორედაც იმიტომ, რომ აი ამ გაურკვევლობაში ვართ ყველანი, ჩვენ გვესმის ერთი მხრივ, კი ბატონო, გასაგებია, რომ ამერიკის პრიორიტეტები ახლა ბევრად მასშტაბურ თემებზეა, ომებია, დაპირისპირება რუსეთთან, რუსეთი, თურქეთი მათ შორის, ჩინეთი, ირანი, დიდი თემებია, გასაგებია.
მაგრამ ეს მღრიე წყალში ვიღაცეები იჭერენ თევზს, მათ შორის აი ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტის გამო, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კაფეო პასუხები გქონდეს ამერიკის შეერთებული შტატებისგან, მათ შორის ეს მეგობარი აქტიც რამდენ ეს არის თუ არა ამ პოლიტიკის გაგრძელება, თუ ეს არის აი მღრიე წყალში უბრალოდ თევზის დაჭერა, სწორედ ამას ემსახურებოდა, რომ სხვადასხვა კომუნიკაციის მიუხედავად ესეთი კაფეო პასუხი ჯერ არ მიგვიღია, იყო რა თქმა უნდა რაღაც დაპირებები, მაგრამ კაფეო პასუხი მათგან ჯერ არ გვაქვს, ამიტომ ეს გახდა რაღაც ეტაპზე საჭირო ამ პრემიერის განცხადება ჯერ და შემდგომ პარლამენტის განცხადებაც საჭირო, რომ სადა თუ არის შესაძლებელი რომ დაჩქარდეს მაქსიმალურად ეს უპირველეს ყოვლისა იმ დაუსაბუთებელ ბრალდებებს გაეცეს პასუხი, რაც ჩვენ ნახეთ ამ ეგრეთ წოდებულ მეგობარ აქტში და მეორე ამერიკამ დროულად დააფიქსიროს თავისი პოზიცია ამ თემასთან და ჩვენ პოზიტიური მე პირადად ყოველ შემთხვევაში პოზიტიური მოლოდინი მაქვს. ესეთი მოსაზრებები იყო, მაგას ჩვენს ეთერში ერთ-ერთი ექსპერტი საუბრობდა პირველივე დღეს, როდესაც პრემიერ-მინისტრი ღია წერილით გამოეხმაურა ამ საკითხს, რომ არ იყო ეს დიპლომატიური ნაბიჯიო და ტრამპის ეგოსთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი მსგავსი რიტორიკით საუბარიო და რამდენად თქვენ ესე ფიქრობთ? ხო, ანუ მოდი ესე ვთქვათ, ეს რომ თქვათ პირველი განცხადება ყოფილიყო არაფრიდან ამოვარდნილი, რა თქმა უნდა შეიძლება ბევრს გასჩენოდა კითხვის ნიშანი, მაგრამ ეს იყო გაგრძელება პრემიერის საჯარო განცხადებებისაც და არასაჯარო კომუნიკაციისაც, რაც ჩვენ გქონდა ახალ ადმინისტრაციასთან, ასე ვთქვათ. ამიტომ მთელი ეს ამ კონტექსტის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ამას ჩვენ ვერ ჩავთვლით რაღაც მოულოდნელ შინაარსითაც და რიტორიკის თვალსაზრისითაც. რაც შეეხება მოლოდინებს, მოდი აქაც რომ ვიყოთ პრაგმატულები, ასე ვთქვათ, მე პოზიტიურ ზოგადად დადებითი მოლოდინი მაქვს, ერთადერთ შემთხვევაში, ჩემი აზრით, რადგან შეიძლება ცუდი სცენარი, მოდი ასე ვთქვათ, რომ გაგრძელდეს პირობითად წინა ადმინისტრაციის პოლიტიკა, იქნება ალბათ თუ რაღაც გარიგება შედგება რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, მარტო საქართველოსთან დაკავშირებით არა, მთელ ამ რეგიონთან დაკავშირებით და თუ თქვათ ამ ახალი ადმინისტრაცია, ეხლა ძალიან თეორიულად საუბრობ, მაგრამ ვუშვებ ამ სცენარს, ახალმა ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ ეს არის რუსეთის გავლენის სფერო, მთელი შავი ზღვის რეგიონი უკრაინის ჩათვლით და აქ მას არ ესაქმება ისე აქტიურად, როგორც შეიძლება მანამდე ჰქონოდა ინტერესები. ეს სცენარიც თეორიულად ყველაზე ცუდი სცენარიც, ეს სცენარიც დევს მაგიდაზე და ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ყველა სცენარისტვის დიახაც, იმიტომ რომ ყველა სცენარისტვის მზად ვართ, ყველაზე ცუდი სცენარებისთვისაც მზად ვართ, ამიტომ ვართ ძალიან ფრთხილები ჩვენს პოლიტიკაში, რომ ისეთი ნაბიჯები არ გადავდგათ, რომ ხვალ არ მოგვიწიოს შესკდომა ზოგიერთ ჩვენ რეგიონულ ან საერთაშორისო აქტებთან. გუშინ პრემიერმა თქვა, რომ ყველა სცენარისტის მზად ვართ, მანაც ახსენა ეს ფრაზა და ვიყავით კიდეც, რომ საუბრობდა, თქვა, რომ არ შეცვლილიყო ბაიდენის ადმინისტრაცია. რა არის ეს მზადყოფნა? აი, რა შეიძლება, თქვა, რაზეც ახლა ისაუბრეთ, თუ კი ასე მოხდება, რას აპირებს საქართველოს ასეთი კეთყვით, რაც არის ყველა სცენარისტის მზადყოფნა, ნიშნავს, აი, ყველაზე ცუდი სცენარი არის რომ საქართველოს თავი დაანებონ, ასე ვთქვათ. ანუ საერთოდ ამერიკამ თქვას, რომ ეს არ მაინტერესებს ეს რეგიონი, ძალიან ცოტა ხალხურად ვლაპარაკობ, რა თქმა უნდა, ცუდ სცენარს, მაგრამ იმიტომ რომ გასაგები იყოს მოსახლეობისთვის, რომ თავი დაანებოს ამ რეგიონს, ეს არ არის ჩემი საქმე, ჩემი საქმე არის მაგალითად ახლო აღმოსავლეთი, სადაც ნავთობია, სადაც ჩემი ისრაელია სტრატეგიული პარტნიორი, ან დასავლეთ ლათინო ამერიკა, მაგრამ მანდ მე არაფერი მესაქმეა, ეგ არის თქვა ჩინეთის და რუსეთის სფერო, რაც გინდათ ის გიქნიათ. ამ შემთხვევაში რას ვაკეთებ? ვის ვენდობით? ვინ ყავს პარტნიორი? არავინ, ხო, საკუთარი თავის ამარა, ამიტომ ყველა რესურსი და ჩვენ თვითონ არ უნდა შევიზღუდოთ, მთები ჩვენ თვითონ არ უნდა მოვიჭრათ, მოდი ასე ვთქვათ, უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ფრთხილები, რომ ასეთი ცუდი სიტუაციაც თუ დადგება, არ მაქვს ამის მოლოდინი, მაგრამ რომც დადგეს, ის რიტორიკა, ის განვლილი გზა, რაც ჩვენ გქონდა, რუსეთთან, ჩინეთთან, ირანთან, სხვათან დაკავშირებით, არ იყოს იმისი საფუძველი, რომ ვიღაცა აქ შემოვარდეს და დაიწყოს პირდაპირ ომი. და მით უმეტეს რა რუსეთს რა დაუშლის ორი ოკუპირებული რეგიონია, ბაზები აქვს საუბარი, მაგრამ შესაძლოა რუსეთის გავლენის ქვეშ აღმოჩნდეთ, ომს რო თავი დავანებოთ ყველა კუთხით. იცი რა, მოდი ასე ვთქვათ, ისევ რადგან რეალისტურად საუბრობთ, აქ მარტო რუსეთის ინტერესები კი არა, ყველას ინტერესებია, სურვილი რო გქონდეთ, იყვნენ გავლენები გქონდეთ ამ რეგიონში, რუსეთსაც აქვს და ყველა ჩვენს ახლო თუ შორეულ მეზობელს. ლოგიკურია ჩვენი მდებარეობა
მდგომარეობიდან გამომდინარე. მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი არის, ხელისუფლების მთავარი მიზანი არის ამ ინტერესებს ვერ გააქრობს. დიდი ქვეყნები არიან და ლოგიკურია ინტერესები. მთავარი არსი და ფუნქცია ნებისმიერი ხელისუფლების არის, რომ ეს ინტერესები ისე მართოს, რომ ეს ინტერესები ამ ინტერესებმა აქ არ მოიტანოს კონფლიქტი და ომები და დაპირისპირება. და პირიქით, ამ ინტერესების სათანადო ბალანსირებული მართვით პროფესიონალური, კომპეტენტური მართვით გააჩინოს შესაძლებლობები რაღაცნაირად ყველასთვის. შესაძლოა კერა და ალბათ თუ კი ასეთი რამ კი ბატონო მოხდება, რამდენად აქვს აი ბოლოსკენ მინდა კითხოთ ხელისუფლებას ეს გათცნობიერებული ან გააზრებული, რომ ასეთ რომ მოხდეს და ეს ძალიან ცუდი სცენარია, აი ამ ფონზე რაც ქვეყანაში ჩვენში და პოლიტიკაში ხდება, ხო, დაპირისპირება, ვთქვათ, ორი საზოგადოების ორი მხარე, პოლიტიკოსების დაპირისპირება, რამდენად აქვს გაცნობიერებული ხელისუფლებას, რომ ეს აუცილებლად მას დაბრალდება და მოუწამოა ძალიან დიდი კრიტიკის თუ არ ვიცი კიდევ რაღაცა შეიძლება ამაში და არეულობებიც გამოიწვიოს. აი ამაზე ხო ხა რა თქმა უნდა ყოველთვის როდესაც ასეთ რთულ გეოპოლიტიკურ პროცესში ხარ, ყოველთვის უკეთესია შიგნიდან იყო ძლიერი, ერთიანი და იყოს სიტუაცია, როდესაც ციხე შიგნიდან გაგიტყდება შიდა ერთიანობის არქონის გამო, რა თქმა უნდა, შიდა ერთიანობის გარეშე ძალიან რთულია ამგვარ საერთაშორისო პოლიტიკაში მანევრირება და მაგიტომაც იყო ირაკლი კობახიძის როგორც პრემიერის და ასევე პარტიის თავმჯდომარის უპირველესი გზავნილი თავის განცხადებებში, რომ თავარი მიზანი არის საზოგადოების გაერთიანება. ოღონდ აქ არ არის საუბარი რაღაც პარტიული აქტივის გადმობირება ხო არა მოდი ხო საზოგადოებაზე ვთქვათ, მაგალითად რომ ძალიან გახლეჩილია დღეს. რომ თავარი ორიენტირი ჩვენი ყველა ჩვენგანის იყოს არა ის თუ როგორ შევასკდეთ ერთმანეთს, არამედ რა აი თუნდაც ეხლა რას თქვი, ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაშიც კი რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ მომზადებულები დამხვდეთ ამ სცენარს, იმიტომ რომ ეს არც მარტო მთავრობის პრეროგატივაა, არც ცალკე აღებული საზოგადოების ერთობლიობაში, ერთიანობაში, მთავრობამაც და საზოგადოებამაც უნდა იფიქროს აი ამ საფრთხეების შესახებ და იმოქმედოს შესაბამისად. ნახოთ, ვიფიქროთ კარგზე. ნახოთ, კარგზე ვიფიქროთ და ვიფიქროთ, რომ მშვიდობაც იქნება და ის რა მისწრაფებებიც აქვს ქვეყანას. ხო, რა თქმა უნდა, ეს სცენარები არ არის აუცილებელი რომ ასრულდეს, ლოგიკურია, მაგრამ აი სცენარები ყველა სცენარისტვის ჩვენ მზადნა. კი ბატონო, ნუ რამდენიმე საკითხი დაგვრჩა, მაგრამ არა უშავს, რაც მნიშვნელოვანი იყო, მე მგონი ეს ამბები გავიარეთ. კი ბატონო, დიდი მადლობა მინდა გითხრათ მობრძანებისთვის. ლევან მახაშვილი საუბრობდა ჩვენთან პირდაპირ ეთერში. მადლობა მას და მადლობა მსმენელებს, მაყურებლებსაც. შევხვდებით ერთმანეთს მომდევნო კვირას. ხუთშაბათს ამავე არხზე, ამავე დროს. ნახვამდის.